ნუ თუ ირანი გათავისუფლდება, ნუ თუ რადიკალი ისლამისტები ირანშიც დამარცხდებიან. ნახოთ. რამდენიმე კვირაა ირანში ფართომასშტაბიანი პროტესტი პირდაპირ გაგებით მიმძვინვარებს. ამის ოფიციალური მიზეზი სახელდება ირანული ვალუტის დოლართან მიმართებაში მკვეთრი გაუარესება და გაუფასურება. თუმცა ხალხში არსებული უკმაყოფილება და პროტესტი წლებია უკვე არსებობს და როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ, გამოხატავენ ღიად. მიმდინარე პროტესტი მზარდია და ირანის პოლიციურ ძალებთან შეტაკებები უფრო და უფრო ბრუტალური ხდება. ამ მომენტისთვის 20-ზე მეტი გარდაცვლილია და 100-ზე მეტი დაჭრილი. ორივე მხარეს, თუმცა ეს ციფრი სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. წლებია უკვე ირანის მიმართ დაწესებულია სანქციები, რაც ეკონომიკურ საქმიანობაში ხეს უშლის მათ. წინა წლის ისრაელთან ომმა კი ირანის პრესტიჟი, თავდაცვა, გავლენები და ატომური იარაღი ფაქტობრივად გაუცამტვერა. ყველა ეს დეტალი არ ტყავს ირანის ისლამურ თეოკრატიულ რეჟიმს და უშუალოდ მათ სულიერ ლიდერს ხამენეის. ირანი ვერც თავის ნავთობს ყიდის და თუ ყიდის ჩინეთი ან ინდოეთი ყიდულობს, ისიც დიდი ფასდაკლებით. ნავთობის ფასის ვარდნა კი ირანის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. გაუფასურებული ვალუტა და გაძვირებული დოლარი აიძულებს მცირე ბიზნესებს ან თავიანთი საქმიანობა შეწყვიტონ, ან გააძვირონ იმპორტირებული პროდუქცია. სხვათა შორის პროტესტის პირველი კერები სწორედ მცირე ბიზნესის მწარმოებლებმა გააჩნიეს. დიდი ბიზნესი დიდ ძორებს მცირე ხნით გაუძლებს, თუმცა მცირე ბიზნესი ვერ. როგორც ჩანს, მოსახლეობას ეს მცირე ნაპირწყლები სურდა იმისთვის, რომ დიდი ცეცხლი დაეთოთ მთელი ირანის მასშტაბით. ეს პროტესტი გავს 2018 წლის სტუდენტების პროტესტს, თუმცა ამ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეები მეტად აგრესიულები არიან, ვიდრე 2018 წელს იყვნენ. განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა 2025 წლის 31 დეკემბერი, რადგან ირანის თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს, რასაც მსხვერპლიც მოყვა. მსგავსი პასუხების შედეგად აიათოლა კიდევ უფრო მძლავრ პასუხს იღებს თავისი მოსახლეობისგან და ვალუტის გაუფასურებით დაწყებული პროტესტი უმალ გადაიზარდა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტში. სწორედ ამ დროს დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ თუ ირანის რეჟიმი იძალადებს მოსახლეობაზე და დაიწყებს მათ დახოცვას, ამერიკა დაიცავს მათ. იარაღი მზად არის და ელის მხოლოდ ბრძანებას. მოსახლეობა შეიარაღებულ და რეჟიმისგან მხარდაჭერილ ძალებს უპირისპირდება და ღრიგ შემთხვევებში ახერხებს მათ განიარაღებასაც კი. პროტესტის მონაწილეები არ ილიან რაიმე ზეციურ ძალას, არამედ უშუალოდ მოქმედებენ და უპირისპირდებიან შიშველი ხელებით რეჟიმს. პროტესტმა მოიცვა მთელი ქვეყანა. ირანის თეოკრატიული რეჟიმისთვის მსგავსი მასშტაბის პროტესტი პირველი არ არის, რადგან მსგავს ბარიერს უკვე გადააწყდა 2009, 11, 18, 22 და 23 წლებში, მაგრამ ახლანდელი და მიმდინარე პროტესტი ყველაზე მკვეთრია. არსებული პროტესტის მთავარი სიძლიერე ის არის, რომ უკვე ჩამოთვლილმა მიზეზებმა იმდენად დაასუსტა რეჟიმი და იმდენად შეასუსტა მისი გავლენა, როგორც მსოფლიოზე, ისე შიდა წრეებში მოსახლეობა მეტად თამამი გახდა და ეცმენებებში აშკარად ჩანს. რა შეიძლება ამ ყველაფერს მოხდეს? ირანის რეჟიმი მიჩვეულია იმას, რომ ყველა გაურკვევლობასა თუ კმაყოფილებას ახშობს რეპრესიებითა და ძალადობით. ამ დღემდე სწორედ ამ გზების გამოყენებით მოვიდა. ეს არჩევანი უკვე გააკეთა ამ შემთხვევაში, თუმცა პროტესტმა არათუ იკლო, არამედ პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა. ალი ხამენეი იმუქრება ყველას დასჯით და წესრიგის დავყარებით, თუმცა შეძლებს კი. ირანის დიდი თუ პატარა ქალაქების ქუჩები სავსეა გაბრაზებული ხალხით, რომელთაც ერთი მიზანი ამოძრავებთ. შეცვალონ ირანის რეჟიმი, რომელიც მათ ავნებს, მათ აღარიბებს, მათ კლავს და ამცირებს. ირანის სულიერი ლიდერი იმუქრება არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ნაშოშმინებით, არამედ გარემ მტრის განადგურებითაც და საუბარია ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე. თუმცა, როგორც ჩანს, სულ დავიწყებია ის რეალობა, რომელშიც არის. ჰამასი აღარ არსებობს, ჰეზბოლა აღარ არის ანგარის გასაწევი ძალა. სირიაში აღარ არის ასადის რეჟიმი. მადურო გააქრეს და ატომური იარაღის ტრილიონიანი პროგრამაც იმდენად გაანადგურეს, რომ მის აღდგენას მინიმუმ 5-7 წელი დასჭირდება. ეგეც კაკ შემთხვევაში. ამბოხებული ხალხი იღებს ქალაქებს, იკავებს პოლიციის შენობებს, ართმევს შეიარაღებულ ძალებს იარაღს და ცდილობენ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ამ მომენტისთვის ამბოხებულებმა დაიკავეს 2 მნიშვნელოვანი ქალაქი და რეჟიმის მილიციელები იარაღს ყრიან. ამ მომენტისთვის 110 ქალაქშია მიმდინარე პროტესტი. პროტესტის მონაწილეები საკუთარ თავში არიან დარწმუნებულნი და გრძნობენ ცვლილების მოახლოებას. ქუჩებში ღიად და ხმამაღლა სკანდინებენ შაჰის მემკვიდრის სახელს და ხშირად გაიგებთ ფრაზას გაუმარჯოს შაჰს. ისლამურ რევოლუციამდე ირანის ცხოვრება თავისუფალი და მეტნაკლებად დემოკრატიული იყო. რელიგიას თავისი ადგილი ჰქონდა და პოლიტიკურ ცხოვრებას თავისი. რევოლუციის შემდეგ ირანი გარდაიქმნა ძალად, რომელიც მილიარდებს ხარჯავდა თავდაცვაში, ატომურ იარაღში, პროქსი ძალებში და არაფერს ხარჯავდა ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
დღეს ირანს იმდენად მძიმე რეალობა უდგას, თუნდაც პროტესტი ჩაახშონ, სიტუაცია მაინც ვერ დარეგულირდება. ექსპერტების აზრით, მიმდინარე პროტესტი ირანის წინა რევოლუციის ტოლფასია მასშტაბითა და ჩართულობით. დარწმუნებით ვერავინ ამბობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეჟიმის შეცვლა მოხდება. ჩემი შინაგანი რწმენით, ცვლილება აუცილებლად მოხდება. სულიერი ლიდერი ან შეეწირება ფიზიკურად ამ მოვლენებს, ან დასახლდება ასადის მეზობლად მოსკოვში. ირანის რეჟიმის და რეალურად ქვეყნისთვისაც ერთადერთი პრობლემა არ არის მიმდინარე პროტესტი. ირანის რეჟიმის ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის წყალობით უძველესი ქვეყანა და ცივილიზაცია შეიძლება სულაც განადგურდეს და გაქრეს. რატომ? ამის მიზეზი მხოლოდ თეოკრატიული მმართველობა არ არის, არამედ წყლის მარაგების ნაკლებობა. ირანის მდინარეების თითქმის 90-95% გამშრალია. წლების 70-75% რუკაზე აღარ იძებნება, რადგან ისინიც უბრალოდ გაშრა და ირანთან ერთად სამყაროს დიდი გამოწვევის წინაშე დგას. 70 მილიონი ადამიანი შეიძლება სულ მალე მიგრანტის სახით მოვიდეს მთელ მსოფლიოს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა ურმია მსოფლიოში მე-6 სიდიდით სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში 90%-ით გაშრა და გადაიქცა მარილიან უდაბნოდ. გასაგებია, რომ შრება მდინარეები და ტბები ყურადღებას არ აქცევენ ისინი, თუმცა კრიზისის მთავარი მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. ირანში უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში აიგო 600-ზე მეტი მაღალი გამტარობის ჰესი, რაც ცუდი არ უნდა იყოს, არა? თუმცა ეს ასე არ არის. ყველა ეს ჰესი იყენებს ტბის ან მდინარის წყალს, მათ სათავეებს და ასე შემდეგ. მდინარიდან მომდინარე წყალი კი ბუნებასაც კარგ საქმეს უკეთებდა. ნიადაგი იღებდა თავის წყალს, თუმცა ახლა დარეზერვებულ წყალსაც კი კარგავენ და დარეზერვებული წყლის 30% უბრალოდ ჰაერში იფანტება. ხიდები, რომელიც მდინარეების გამო ააგეს, დგას არა წყალზე გადასვლის მიზნით, არამედ უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორემდე გადასვლისად იყენებენ. იგივეა, რაც მტკვრის წყალი სრულად დაშრეს და ხიდზე გადასვლისას ხედავდეთ არა მდინარეს, არამედ ჩაბეტონებულ სივრცეს. გარდა ამისა, ირანი არსებული წყლის უზარმაზარ ნაწილს თითქმის 90% იყენებს აგროკულტურისთვის, რაც აღემატება 20%-ით იმ მაჩვენებელს, რასაც მსოფლიო საშუალოდ იყენებს ხოლმე ამ მიზნით. ისრაელი, რომელსაც სასმელი წყალი თითქმის არ აქვს, იყენებს სხვადასხვა ხერხს, იმისთვის, რომ ეს დანაკლისი სხვა მიმართულებით აინაზღაუროს და ისრაელმა შესთავაზა ირანს ამ ხრივ დახმარება, რასაც რა თქმა უნდა უარით უპასუხეს. ირანში მოჰყავთ ისეთი საკვები, რომელსაც დიდი დოზით სჭირდება წყალი. იმის ნაცვლად იმპორტი გაზარდონ და ისედაც მცირე რესურსი სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენონ, ირანი აგრძელებს წყლის გამოყენებას ისე, რომ მიკარგება და ფაქტობრივად მივიდა კოლაფსამდეც. ირანში გადაჭარბებულა დიდი რაოდენობით ჭაა. ოფიციალური მონაცემებით 750,000-ზე მეტი ჭაა ქვეყანაში, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად მეტია თუ კი უკანონო ჭიებსაც ჩავსვლით, რაც საშუალოდ მილიონამდე უნდა იყოს. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონამდე ჭაა, რაც თავისთავად წყლის რესურსის საერთო რაოდენობას კიდევ ამცირებს და ნიადაგს სრულად ფიტავენ. ასევე წყლისგან გაწურვის პროცესს დამატებით საშუალებებიც ახლავს თან, როგორიცაა მიწის გასკვდომა და ყოველწლიურად მიწის დაშორიშორება მინიმუმ 25 სანტიმეტრით. საუკუნეების წინანდელი არქიტექტურული საოცრება დღეს კატასტროფის წინაშეა. სიტუაცია ასეთია. თეოკრატიულმა რეჟიმმა ქვეყანა იმდენად უკან დახია, გაურკვეველია ირანი როდის და როგორ შეძლებს ოდესმე თანამედროვეობას აუღოს ალღო და აუწყოს ნაბიჯი. გარდა იმისა, რომ ხალხს თავისუფლების სიყვარულის გამო აღრჩობენ, გარდა იმისა, რომ არც ქალს და არც რიგით მოქალაქეს არ აქვს უფლება იარსებობს ისე, როგორც მას სურს, რეჟიმი თავისი ამბიციების გამო ღუპავს საუკუნოვან ისტორიას, სიძლიერესა და პრესტიჟს. ირანი დღეს გაიგივებულია ბოროტ ძალასთან, რომელსაც მხოლოდ ცუდი სურს ყველასთვის, ქრისტიანებისთვის, ებრაელებისთვის, დასავლეთისთვის. დრონი მეფობენ და არა მეფენი. ეს, როგორც ჩანს, აიათოლას დავიწყებია.